რა თქმა უნდა, მე ერთხელ უკვე აღნიშნე, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ დღეს დავინახეთ, რომ შეიძლებოდა მაინც შეიძლება ესეთ გუნდებთან თამაში, ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ტაიმში მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ მეორე ტაიმში ალბათ რესურსიც არ გვეყოთ, ან მით უმეტეს წითელი ბარათი და რა თქმა უნდა, ორი თამაში ვითამაშეთ და ორ თამაში 4 პენალტი შესაძლებელი პენალტი არ მოგცემ საჭმე და ეს ძალიან რთულია ფეხბურთელებისთვისაც და ჩვენთვისაც, როცა ესე ძალიან ძლიერ გუნდს ეთამაშები და გააქვს იმის შესაძლებლობა, რომ წინ გახვიდე და სწრაფი გოლი გაიტანო, რაც პრინციპში დღეს ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ სამწუხაროდ კიდევ იმერებ არავის წაგებას მე არავის არ ვაბრალებ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ სწორ ანალიზს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ამაზე და უფრო მომზადებული შევხვდებით კონფერენც ლიგას. პირველ რიგში მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო იყო სადებიუტო გოლი ევროტურნირებზე და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ თამაშიდან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, როგორც თლიანად გუნდმა. პირველი ტაიმი შედარებით ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში იყო ცოტა ჩავარდნები, რაღაც მომენტები და საბოლოოდ კაციც გაგვიგდეს და იქნება გამომდინარე, ცოტა დიდი ანგარიში დაფიქსირდა. მადლობას ვუხდით ჩვენს გულშემატკივარს, ვინც გვერდში გვიდგა და თლიანად, რა თქმა უნდა, 100%-ით ახლა ყველანაირად ვეცდებით, რომ გადავერთოთ კონფერენც ლიგაზე იმ ეტაპისთვის, რომელიც გველოდება ძალიან მალე. It was a tough game. Like away, რთული მატჩი იყო. ერთი გოლი გავიტანეთ და შემდეგ იყო ვიდეო რეფერის სიტუაცია, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო. ეს თამაშები ისეთი მარტივი არაა, როგორც ჩანს ხოლმე. განსაკუთრებით ვიდეო რეფერთან ერთად, რომლით თამაშსაც ჯერ მიჩვეულები არ ვართ. სიტუაციები ხშირად განსხვავებულია. თუმცა ვფიქრობ, თამაშს კარგად ვაკონტროლებდით. ბევრი შანსი გვქონდა და კარგი დაცვაც. გუნდმა კარგი თამაში ვაჩვენეთ. მეორე ლიგის მოგება მნიშვნელოვანია და ახლა ეს მატჩი 3-1 მოვიგეთ. ეს ხშირად არ ხდება და მარტივი ჩანს, მაგრამ ვიტყოდი, რომ გქონდა მომენტები, როცა ბრძოლა გვჭირდებოდა და ვფიქრობ, რომ როცა ეს დაგვჭირდა, გავაკეთეთ. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ვიცოდით, რომ ისინი შეტევაზე გადმოვიდოდნენ და ჩვენთვის ბევრი რამ გაართულეს. ბევრი მოთამაშე ჩვენი დაცვის მიღმა იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გამოვასწორეთ მეორე ტაიმში და ესაა, როგორც გვინდა რომ ვითამაშოთ.